ხეების მოჭრით, რადგან დამენთო ცეცხლი. შემდეგ კი კარგად შევაგუგუნო და ამანთი ცეცხლი. შემდეგ კი ვიბოდიალე და ვიპოვე სახლი, სადაც დიდო ხეები. ავიღე. შემდეგ კი გამოვაღე კარები და დავინახე მგელი. დავემალე და შევეცადე რომ მომეკლა. ურფოვ-მარი ყველაფერს იძავდა, ამიტომ შევეცადე რომ მომეკლა და ესეც მოხდა. მოვკალი. აქ იყო ჩესტი, რომელიც გავხსენი. ცოტა დიდი ხანი ანდომებს, ამიტომ არ შეიმჩნიო. როდესაც გავხსენი, ამოვიდა ფანარი, რომელიც დამჭირდებოდა, რადგან ღამე როდესაც გარეთ გავიდოდი, აუცილებლად ფანარი დამჭირდებოდა. მინდა შეგახსენოთ, რომ სხვა ვიღაცასთან ერთად ვარ. მანამდე გამოიწერე ჩემი არხი და დალაიქე ეს ვიდეო. შემდეგ დაგამხდა და გადავწყვიტე, რომ დავბრუნებულიყავი ჩემ ბაზაში. აქ კი ამ მახიჯ ირემი მოვიდა აქ და დაეყუდა და არ ვიცი რატო დაეყუდა. და მინდა გითხრათ, რა თქმა უნდა, მაქვს TikTok აკაუნთიც და ჩემი TikTok აკაუნთი არის მთავარი დიდა მაწერია, ზემენი დიდა. აქ გავედი გარეთ, რათა მომეკლა კურდღლები და მგლები, რადგან საჭმელი შემოგვაკლდა. და კიდევ იმიტომ გავედი გარეთ, რომ მომეკლა ესენი, რომ მეორე დღეს ჩნდება კაცი, რომელიც ყიდის რაღაცეებს და შეგიძლია უფრო გააძლიერო თქვენი ნივთები. აქ ვიდეო ავაჩქარე, რადგან დიდი არაფერს არ მიქნია. უბრალოდ გარეთ გავედი, რომ ხორცები მომეპოვა და იმ კაცისთვის ჩამებარებინა კურდღლის ძვალი და მგლის ტყავი, რომ უფრო ძლიერი ყოფილიყავი. მე ეს თამაში ძალიან მომეწონა და ამიტომ გადავწყვიტე YouTube არხი შემექმნა და გადავიღო ამების ჰორორ თამაშების შესახებ. თუ როგორ ვთამაშობ ჰორორ თამაშებს, რადგან ძალიან მოყვარს ესეთი რაღაცეები. ახ ვფიქრობდი, რომელი გამეძლიერებინა და რა თქმა უნდა სფერი ავირჩიე, რადგან უფრო ძლიერი ყოფილიყავი და როგორც ვიცი, მეოთხე დღის ღამეს, როდესაც თენდება მეხუთე ღამე, მოდიან მტრები. აქ უცებ დავინახე რაღაც ჩამოკიდული და გადავწყვიტე მისულიყავი, მაგრამ რა თქმა უნდა მტრები იყვნენ უფრო ძლიერები, ამიტომ გამოვიქეცი. აქ დავინახე სკივრი და მაგისკენ გავიქეცი. ავედი ამ სასრიალოზე და გავხსენი სკივრი. ის შიდა მომივიდა ესეთი თესლი, რომელიც ძალიან კარგია. ავიღე და დავბრუნდი. როდესაც მივედი, დავინახე ერთი პატარა შენობა. შენობა არა, ეს იყო საფირფარაშო. შევედი, აქ არაფერი არ იყო. შემდეგ კი გავედი გოგოების საფირფარაშოში და აქ დამხვდა სკივრი, რომელიც რომ გავხსენი, ამომივიდა ესეთი ეს გულების ასამეტებელი. ეს ძალიან კარგი იყო, რადგან მტრები რომ მოვიდნენ, თავი დამეცვა. აქ უკვე კარგად ვიყავი და ღამე დავბოდიალობდი სადღაც, რადგან მომიპოვა საჭმელი, რომ არ შემოკლავდა. მაგრამ მეშინოდა თან, რომ ირამი არ მომპარებდა და არ მოვეკალი. აქ დავბოდიალობდი და უეცრად მგელი მოვიდა. აქ გამოვიქეცი და საჭმელი შევჭამე, რადგან მშეოდა. აქ გადავყიდე, ხეები მომეჭრა და უცებ დავინახე ირემი, რომელსაც თავს ეთხმოდა ჩემს დამხმარეს, რომელსაც ერთად ვიყავი და მინდოდა რომ მომეკლა, მაგრამ არ მოკვდა. მაგრამ სამაგეროდ გათენდა და შემდეგ გადავწყვიტე მომეყვანა საჭმელი, რომ მშვერები რომ დავრჩენილიყავით, მოვკვდებოდით. აქ მომკალი მგლები, რადგან ძალიან ძლიერი ვარ მგლების მოკლაში. აქ ცოტა გული მქონდა, ამიტომ გამოვიქეცი, რადგან მომკლავდა და არ მინდოდა სიკვდილი. აქ დარჩენილი დაყრილი ხორცები ავიღე. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამომიწერეთ და დალაიქეთ ეს ვიდეო. აქ კიდევ ნახე ფერია, რომელსაც უნდოდა ყვავილები, მაგრამ არ მივედი. შემდეგ კი გავიქეცი ცეცხლისკენ, რადგან მენახა თუ ქრებოდა. 42-ზე იყო, მაგრამ დილით რომ ავდექი კი არა, რომ გათენდა მინდოდა ხეების მოჭრა, მაგრამ დავინახე ესეთი წიწაკები, ამიტომ დამაინტერესა რა იყო და ყველა მოვკრიფე. აქ რკინები მქონდა აღებული და დავფრქვევი. არ ვიცი როგორ ვუწოდო ამას, რომ ფრქვიან. ამიტომ მე დავარქვი, რომ უნდა დავფრქვან. აქ მოვჭერ ბევრი ხეები და ერთდროულად ავიღე. შემდეგ კი დავფრქვევი, რადგან მინდოდა საწოლის დაკრავს. შემდეგ დღეებს რო შევხედე, უკვე იყო მეოთხე დღე და დღეს ღამეს მოდიოდა მტრები. ამიტომ მომემზადეთ და აი ეს ირემი მაყურებლად მოვიდა დეგენერატი. აქ საჭმელი შევჭამე, შევივსე და
მარტელი, რადგან როგორც ვიცი, უფრო მალე ამატებს დღეებს. აქ შევდა და ვერ შევამჩნიე და სანამ არ დამიწერე რომ გშიაო, მანამდე ვერ შევჭამე საჭმელი. აქ კიდე გაწვიმდა და ამ სახლში შევედი, რომ ნახშირიან ხეები ყოფილიყო, რომ შემენთო ცეცხლს და არ ჩამქრალიყო. აქ უკვე დამიწერე რომ შიაო და აქ თურმე ტელეფონი მქონია 5-ზე და დამიჯეს ჩამობრუნდა და ნახვამდის.